მშვიდობისა. დღესაც კარგი ამინდია, შეიძლება ითქვას მეტიც. სოსომით 21 გრადუსია. ანუ კომპიუტერში აჩვენებს რა გრადუსებს და არ ვიცი რა, მოკლედ ამინდები გამოვიდა. იმდენი საქმე ვაკეთე სახლში. ცოტა შემეშინდა, მეთქი არ გავიჭედო წელში, იმიტომ რომ ჯერ კიდე იმ ეტაპზე არა ვარ, რომ ლაღად და თავისუფლად ვიმოძრაო რა, მოკლედ, მაგრამ უკვე რაღაცეებს ვახერხებ და რომელ საქმეებზეც უფრო მეტი დრო მიდიოდა და უფრო ნელა ვაკეთებდი, ახლა გაცილებით რა შედარება უფრო სწრაფად ვაკეთებ. ხო და ესეთი სასიამოვნო ამინდია დღესაც. კარგით შევიდეთ. შუშებით გასაწმენდი მაქვს. მოკლედ ბევრი რაღაცებია გასაკეთებელი, როცა დათბება ხოლმე, როგორც წესი, სურვილი მიჩნდება, რომ საქმეები ვაკეთო სახლში, რაც შეიძლება მეტი რა, ანუ მოვიყვანო რა წესრიგში. იმიტომ რომ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადი მყოფები, ის ხასიათი განწყობაც კი გეცვლება, როცა არ არის წესრიგში ებრივ რაღაცა. ხო, რაც შეეხება წინა ვიდეოს, იქ მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი გოგოების ვეძახი, ანუ იმ ადამიანებს, იმ გოგოებს, რომლებსაც ესმით ყველაფერი და ანუ ძალიან ისეთი როგორ ვთქვათ, ერთი სიტყვით კეთილები არიან და დანარჩენი, რომლებიც თან სოსმაც იცინა, ძალიან ბევრი იცინა იმაზე, რომ უთხარი, ხო, არა მკითხა, მოკლედ კომენტარი იყო რაღაცა და რომ გადავედი ადამიანის, ასე ვთქვათ, აკაუნტზე, YouTube-ს აკაუნტზე, სოსო მეკითხება, რომელ რიცხვში არისო დარეგისტრირებული და მე ეჭვიც აღარ მეპარებოდა. ხო და იყო ძალიან 2025-ის, დაუშვათ მარტის თვე, რაღაცა რიცხვი, მოკლედ აი ადამიანი, რომელიც ვთქვათ, წარსულში რაღაცა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რომ ცდილობს, რომ შენ კიდევ რაღაცა დაგიწეროს და თან ვითომ რბილად და ამ დროს მაინც უტაქტობა და მაინც აბდაუბდა რომ გამოსდის და ამიტომ მე გავაფრთხილე და გავაფრთხილებთ კიდევ ვინმე თუ ხართ ესეთი, რომ ან თავი შეიკავეთ და დაწერთ და ან საერთოდ მიყურებთ, არავინ არ გაძალებთ ჩემ ყურებას. არ ვიცი ეს რა მანიაკალური ის არის რა დამოკიდებულება, თან არ გინდოდეს, არ მოგწონდეს ადამიანის ყურება, თან უყურებდე და თან კიდე კომენტარებსაც წერდე. გუშინ განვიხილეთ ეგ კატეგორიები და ვფიქრობ ალბათ ამ სერიიდან არის ეს ყველაფერი. ხო, კარგით, ახლა დავაყენებ აქ, რომ ვიცი ვნახოთ როგორ დააყენდება. ცოტა მაღლა უნდა დაგაყენოთ. აი, ასე რომ რაღაცეები გამოჩნდეს რა, მოკლედ ცოტა ხნის უკან საქმეები რომ ვაკეთე, მოკლედ კიდე ბევრია. მეგობრებო გასაკეთებელი, საქმეს არ ადალევს სახლში, რაც უნდა სახლი პატარა იყოს. მაინც საქმე ბევრია, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და რა უცნაურიც უნდა იყოს, ესეა საერთოდ ესე ხდება რა. აკეთებ თითქოს რაღაცა, მაგრამ ყოველდღე რაღაცაა გასაკეთებელი. ეს დაახლოებით იმ სერიიდანაა, რომ რემონტები მაგალითად არასდროს არ ამთავრდება რა. დაახლოებით ეგ ვარიანტია. ხო, თან მერე რომ მოვჭი რა, მოკლედ იატაკები მოვწმინდე, რაღაცები გავაკეთე და რაღაცები გავრეცხე და პირი დავიბანე, იცით როგორ, აი, რაც ვთქვი, კაპიტალურად საპნით რომ ვიბან ხოლმე. ხშირად არ ვიბან, მეგობრებო, არ შეიძლება ხშირად ცვეთა ხდება. ხო და ანუ მერე ეს მაზი რაღაცა ვანდამ რომ მომცა ცოტა, ანუ გადმოვიღე რა იმიდან თვითონ. იმას ვისმევ ხოლმე, ეხლა არაფერი არ მაქვს, ანუ კოსმეტიკა არაფერი, ჩვეულებრივად სახე მაქვს ესე.
ხო, ეხლა მინდა ამებს ჩავაწყობ ეს ჭურჭელი და სარეცხია. რაიმე ეხლა ამ ჭურჭელს გამახსენდა ვიღაცა მეუბნება. რატო იმაშვებიო, ჭურჭელს რატო რეცხავო ვიდეოს გადაღების დროს რაღაცა ძალიან არასასიამოვნო მოსასმენიო. არ ვიცი, აი თუ ეხლა ეს ხო არ არის რაღაცა შოუ, ეს არის სახლის ვლოგი. თუ ვთქვათ ადამიანი ეხლა კეთილგანწყობით მიყურებს და რაღაცა მართლა ხმა აღიზიანებს, მაშინ გადაახვით. მე როცა მიყვარს ადამიანი და როცა მომწონს იმ ადამიანის ვიდეოების ყურება, სურო შრიშინი თუ რაფია შრაშუნი და ხაკუნი და წრიპინი და რაღაცა აუტანელი წვილის ხმაც რომ იყოს პარალელურად, მაინც მოусმენ, როცა მინდა მოსმენა. ნუ მე ესე ვარ. მეტყობა ნერვები არ ამყავს წესრიგში და მე მემაგრალებენ. ხო, კარგი, ახლა ამას ესე იგი, ახლა ვაპირებ კარტოფილი მინდა შევწვა და რა გინდათ კატებო თქვენთვის არა. მე უკვე გაჭამეთ თქვენ და აღარ იმას ვიზამ. ხო, ეს ჯოქში. ცოტა კარტოფილი მაქვს და ახლა შევწვალ ამ კარტოფილს. მგონი ეს მეყოფა. ხო, კიდე რაღაცა უნდა მეთქვა. აი მე იცით როგორ გუნავს ის რაც საერთოდ სოფლიოში ხდება, აი მართლა ყველაფრის ხალისი რომ გეკარგება ადამიანს და მერე გამახსენდა ეს ხო არის ესე ნათქვამი რომ უნდა გაუფრთხილდე თვალის სიწმინდეს მოსმენის სიწმინდეს. გეყოფათ ახლა გადით აქედან ჩქარა, წადით. არა, ესენი არ მომასვლელი, ცოტა მაინც დავუყრი რაღაცას. მოდი ახლა ეს მოვხსნით. ესენი მე სპანერად არ შემეშვებიან. ახლა ამათი ნამცეცები უნდა ვხვეტოთ კიდევ. ახლა ამითა. ნახე. თუ ძალიან შეათ, ამასაც შეჭამე. ხო, всё, მორჩა. საჭმელი ცოტა კი დამჩა მაგ საკვები, მაგრამ არა არ ყოფნით, არასოდეს არაფერი არ ყოფნით. ჩემსავით კი არ არიან. მთელი დღე ყავაზე შეძლონ გადატარება დღის. ხო, და რა არის კიდევ გუშინდელ იმას აი პატარაზე გავაგრძელებდი თემას რა, ანუ რწმენის და ეს თავარი რომ ანუ მოახერხო სულიერი, ასე ვთქვათ, სიმშვიდის დამკვიდრება საკუთარ თავში. ეს არის პატიების გრძნობა. ანუ გრძნობა რა, პატიება რა. როცა ადამიანს გაქვს ეს უნარი, რომ აპატიო. როცა ეს უნარი არ გააჩნია ადამიანს, ის ადამიანი ყოველთვის იტანჯება. ასე რომ რთულია. ძალიან რთულია. თან მით უმეტეს აპატიო ისეთ ადამიანს, რომელმაც ვთქვათ დავუშვათ სერიოზული ზიანი მოგაყენა ან რაღაცა ამდაგვარი, ხო? ძალიან რთულია, მაგრამ სხვას კი არაფერს არ გულისხმობს ის მიტევება, ანუ პატიება. იოლი რო იყოს. იოლი არის ფიქრობ ცუდის კეთება უფრო იოლია ვიდრე კარგის კეთება. სიკეთეს ჭირდება მეტი ძალა, მეტი მონდომება და იმიტომ არის ღირებული და ფასეული. ხო, კიდე არის აქტუალური ჩვენ ახლანდელ დროში ადამიანებში ძალიან ასე ვთქვათ გავრცელებულია ეჭვიანობა. ეს არის, არ ვიცი, ეჭვიანობა პირველი მტერია ყველაფრის აბსოლუტურად რა. ეს უნდობლობა, ეს აზრები, რომელიც არცაიდან არ მოდის თითქოს არცაიდან კი რაღაცა არსებობს ხოლმე ხო მიზეზები. მაგრამ თან არის ის მომენტიც, რომ ვერც გამტყუნებ ადამიანს, რომ ეჭვი უჩნდება, იმიტომ რომ ალბათ ცხოვრებამ რაღაცა ისეთი დაანახა, რაღაცა გამოცდილება, რაღაცა იყო ისეთი და ხშირ შემთხვევაში
ნორმალური ადამიანები იჭედებიან ხოლმე რა, ანუ მაგალითად დავუშვათ მე მივდივარ რაღაცა კარგ სამსახურში მოსაწყობად, ხო და არის ეჭვიანი ის ადამიანი, ვინც უნდა ამიყვანოს სამსახურში და იმას რომ თქვათ ეს წარე გამოცდილება აქვს გამოვლილი, რომ აი ესე და ისე ხო, ყველა ჯოხები გადაწყდება რა თქმა უნდა ჩემზე, ხო ეგრე? ანუ წნეხის ქვეშ ვიქნები რაღაცა ისე და მოკლედ რა. ესეა. სამწუხაროდ ესეა. ზოგი უძლებს, ზოგი ვერ უძლებს. მე ესეთი ბოროტი, აი მართლა ბოროტი ადამიანების კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე და თავისთავად ეხლა აი მართლა არ მინდა ხოლმე გავაჩერო. ეხლა იმ თვალსაზრისით რომ ეხლა YouTube-ის კარგია, რაც მეტი და ეს აქტიობა და რაღაცა გასაგებია, მაგრამ არ მინდა რა, ეგეთი აქტიობაც არ მინდა. არის რაღაცა რაც მე მაგალითად პატარა შენიშვნის მაგვარი და როცა ვხვდები, მე იმ კომენტარს ტოვებ ხოლმე და ანუ ჩემთვისაც რაღაცა ის ტკივნეული თემაა და ვეთანხმები და იმიტომ ვტოვებ. თუ არ დავტოვე, ხო, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩავთვალე ისე საჭირო, თუ არ არის საჭირო ეგეთი კომენტარის გაჩერება. თან მერე კიდე მრავალი დიდება უფალს რომ იმდენი არა 25 ადამიანი მოყავდე 25 ადამიანი ვიყურებს და ესე რომ თulis რომ ანუ მართალი იყო ეს ვიღაცა ცუდი კომენტატორი წარმოგიდგენიათ რა უცნაურია ეს ადამიანები არ მოხდეს შეკაი ადამიანები გაიარე იუთუბერების და იმის მეტი რა არის საინტერესო ინფორმაციის ენა თუ არ იცი რა ვიცი აბა რა გიხო ხო ну, მოკლედ ესე რა. მოიცა რა დამიწერა. დათვალ. აბა ეხლა დროზეო, აწიო, ერთი ადგილი და გადიო ეხლა, წადი, მუშაობა დაიწყო. გეგონება ეხლაც რომ აი, ანუ ახლაც რომ გავიდე, დავუშვათ. სამუშაოდ. რას ლაპარაკობთ? ავანს მომცემენ. წინასწარ ჩამირიცხავენ ხელფას. აი, ღმერთო, არ ვიცი, როგორ აზროვნებს ეს ადამიანები. თან მე დარდება ჩემი გადასახადი, რომელიც ხვალმა გადასახდელი და კაპიკი არ მაქვს. და არ ვღელავ, აი ესეც კი აღიზიანებთ ადამიანებს. ანუ მე რომ არ ნერვიულობ, არ გიждები. ზოგიერთები თან ეს არის ბინა ჩადებული, ანუ იპოთეკური ეს არის ესე. და მე ვარ ნერვიულობ, ესეც კი შურთ. ეგეთი არაფერი მინახია რა. ხო. სეირის მაყურებელი. სეირის. აი მე მახსოვს ჩემი მეუღლის და უყვარდა სეირის ყურება და ისე აღსარებაზავით მითხრა რა ვქნაო აი რაღაცნაირად მომწონსო როცა ვიღაცა ჩხუბობსო რომ ვუყურო ხო წარმომდგენია რამდენია ესეთი ხო ეს როგორი სიტუაცია იყო მოკლედ ჭაზე მივდიოდით რა, წყალი უნდა გვესო ვედროებით და იქ ვიღაცა მეზობლები იქაო რაღაცაზე შეკამათდნენ და ეს ჩემი მული მეუბნება მოდიო ისო ჩამოვждეთ ცოტა ხანი მეთქი ისა დაიღალეთ ხო და არა მაინტერესებსო ვერ მივხვდი თავიდან და მე ეგ მითხრა რომ ესე მიყვარს რა ვქნა აი მიყვარსო სეირის ყურება რომ ესეთებიც ხდება. ეხლა ის გავაგო კაფა. აი მე დამიყარეს აქ ნამცეცები. აი ასე მეგობრებო. რამდენია ესეთი? ზოგი მე მგონი სპეციალურადაც იმაშურდა. ზოგი კი არა, მე მგონი კი არა.
დარწმუნებულია. ახლა ინტრიგნულ კომენტარს ძალიან კარგად ხვდები ხოლმე, გინდა ჩემთან, გინდა სხვასთან. საერთოდ სხვებთან კომენტარების კითხვა არ მახასიათებს, მაგრამ ხანდახან ყოფილა რომ გადამიხედია რა მოკლედ. ანუ სხვა ბლოგერების ვიდეოების ქვეშ რა, როცა მინახია ვიდეოები დიდი ხანია, არ ვიცი, ამ ბოლო ხანში სხვა რაღაცებით ვარ უფრო გატაცებული. ნუ გატაცებულიც არ ქვია რა, აი ხა სოფლიოში ასეთი რაღაცები რო ხდება, ნუ მოკლედ ვუყურებ რა სიტუაცია და ძალიან განუცდი რა თქმა უნდა. ხო და ისეთ რაღაცებს უწერენ ხოლმე სპეციალურად. თან იცით რა არის, ყველაზე მეტად რა მაოცებს ესეთი ადამიანებს. თავისთავად ჭკვიანი გონიათ რომ აი ეს ბლოგერი ვთქვათ ვიღაცა სულელია ვერ მიხვდება მაგდეს რომ ეს ისეთი კომენტარია რომელიც რაღაცას გამოიწვევს რა და რაღაცნაირად აი წაკიდებას რო ცდილობენ აი ვთქვათ ბლოგერების ერთმანეთს შორის და რაღაცა იგეთები რა აი ღმერთო ესე იგი თავისთავად ძალიან ჭკვიანები რო გონიათ და სხვა ყველა უტვინო და სულელი ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ყველა. და ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ არ ლაპარაკობს ეს იმას არ ნიშნავს, რომ არის იმის მაგდენი. აბა ესეა. და გავანთოთ ახლა. ესენი ამბიღო აქედან. აი, აქ ავდგავ და გამოვხედო ეს და უკვე ნერვებს მიშლის რომ ხედა. აი, ეხლაც რო ვიხრები წელი არ ვიცი რა მოკლედ. ასე მგონია რაღაცა ტვირთი დამკიდეს ზურგზე და ის უნდა ავწიო ყოველ ჯერზე. აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის რა ქვია დიდი მეშოკი აქ კიდონ და თან გითხრან აი ხა მიდი გააკეთე საქმე. აი ესე რო ვწნობ თავს. ასე რომ ესეა მეგობრებო. ჩვენ და სამწუხაროდ ჭკვიანმა ხალხმა მოდით ასე ვიტყვი ჭყალებში ჭკვიანმა ხალხმა მოახერხეს და ჩვენი ქვეყანა გახლიჩეს აფიოთ ორ ნაწილად და დანარჩენი კიდე იქით აქეთ მიმოფანტული. ხო და ახლა შორიდან გვიყურებენ და ზეიმი აქვთ გულში რომ ქართველი ქართველს არინდობს, ქალები ერთმანეთს ჭამენ, ჩასაფრებულები ვიდეოს ყურების დროს აი ესე აი ისე რაღაცა მოკლედ აი არ ვიცი რა სიყვარულზეა ლაპარაკი, რა რწმენაზეა ლაპარაკი. როგორ შეიძლება ადამიანს გერქვას მორწმუნე და მით უმეტეს დიდ მარხვაში არ მოერიდო და როსი რაღაცა კომენტარებით აწერო ზე არ არის მარტო. ზოგადად რა, ესე იფიქრო. ფიქრი, პირველი ფიქრია ცოტა მეგობრებო. ფიქრი დაინწყება ყველაფერი. ფიქრი კიდე ღმერთს ესმის. შეიძლება ადამიანი მოვატყო და იქ იმან ვერ გაიგოს, მაგრამ რო გაიფიქრებ, ის უკვე ცოდვაა და ესე იგი მარხვა რას ნიშნავს მარხვა? სულიერი ხა ვიღაცამ არ იფიქროს ეს გვასწავლისო. არა, უბრალოდ ეს მე ვახმოვანებ ამას. მარხვა ის არის რომ სულიერად, ანუ შენი ფიქრებიც კი უნდა აკონტროლო და ფიქრებისთვისაც პატივა უნდა სთხოვო, ღმერთს თუ გაგეფიქრა რაღაცა. ესე თუ არა და მადლი არ ექნება არც იმ ზიარებას აიღოს არა იაროს ადამიანმა იმ ეკლესიაში და
აკეთოს მეტანიები. მადლი არ იქნება. ასე რომ ესეა მოწყობილი სამყარო. ვერც მე შევცვლი, ვერც თან შევცვლი. კანონზომიერება თუ როგორ ქვია, მოკლედ. არის რაღაცა ვუქნა, ცოტა მოვიდეს კონზე, უკვე მოვიდა გადაფრდა და თავიდან ამოიყარეს ეს ფოთლები. აქ ცოტა დაიჩაგრა, ცოტა კი არ კარგად დაიჩაგრა. ოი. ზე. ესეც გაგვიწევ და კარა, ეს ამოიყრის უცბად ისეთი ყოჩაღია. ეს რა ვქენი? ნერთო ჩემო, ცოტა ბევრი მოსულია. ეხლა მოვალ. ესე. დავუქცინე ლეჯი. ის არა აქვს რა ქვია, ქვემოთ რა. იმას ვეძახი. ხოთნის ქვემოთ, თებში. ეხლა დავყაროთ ეს და გვებრძოლოს ზეთი. ასე იმიტომ ვიღებ რომ წყალია. ქვემოთ და არ მინდა წყალიც ჩავასხა. აი ასე, всё. საშა. კარტოფილს რა. მარს კარტოფილი. ისე უხარია ხოლმე კარტოფილი. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ახალია და ახლა კი მიოდსაც შეიცავს ოღონდ კანი ვახტო. ხო, მაგრამ კანით როცა შეწვავდა არა. აქ ნახთელი. ხო, კანით ეს ისა მექსიკური კარტოფილი კეთდება. მეგობრებო, აი ჩემი ინსტრუმენტები ჩაკუჩი. ეს შეუცვლელი ხერხი და ეს ამას ეძახიან ბეწვა ხერხი. მოკლედ გუში, როგორც თქვი, გავამზადე ის აკეთოს კიდე დამჭირდება ვიცი. გავამზადე უკვე, მართალია ვერ გავთვალე ის ვიფიქრე ხალხზე ანუ დღესვე გავაკეთებ თქო. რაღაცას რისი გაკეთებასაც ვაპირებ და ჯერ ვარ ვამბობ. უბრალოდ ის მასალა რაც გავამზადე, დასჭირდა გარეცხვა. სანამ კარგად არ გამოშრება, მოკლედ ყველაფერს თავისი დრო აქვს. თავარია რომ მზე უკვე გვაძლევს იმ ვიტამინს, რაც გვახარებს, ეს არის დეპრესიის საწინააღმდეგო ვიტამინი და განწყობა რა შედარებაა. ვერანაირად ვერ შევადრი იმ განწყობას ეხლა თან კიდე ყვება ხო რადიკალურად შევცვალე. ანუ ადრე როგორც ვთქვათ ვიკვებებოდი ღამეც ძილის წინაც ყოფილა რომ აი რაღაცა ორი უკმა, მაგრამ არ შეიძლება ის ორი უკმაც. ახლა მაგალითად თან ისა შავპურზე ვარ და სული უიშვიათესად რომ თეთრი პური ერთი ნაჭერი თქვა თეთრი პური მივირთვა. სულ შავი პური ახლაც მაქვს ჯერ აი პრობლემები ის რაც დარჩენილი მაქვს აი კაცაწუნა აქა ჯერ ეს არ მიმეფევია იმიტომ რომ ერთ ნაჭერსაც აღავჭამ უკვე ნახევარ ნაჭერს ვატან სადაც და ერთი პური მაქვს უკვე დღეს მესამე თუ მეორე დღე და მოკლედ ხო სოსო თეთრი პურს ამსაჯე დაჭრილ პურს და სოსაც ვიკონტროლებ რა რომ არ მომასქნას ძალიან ჩაი არის კი ორი მწვანე და ორი ჩოლები ეს რა არის ამ ფრინჯია
თუ ტკბილი მომინდება ჩემს ძმას მიუტანია სახში ეს საკონდიტრო შოკოლადები ვარ თეთრი და ყავისფერი. ეს პირს ჩავიდებ და ჭიას ვახარებ რო იტყვიან. ეხლა ამას დავაფარებ. გუშინ ვერმიშელის დავაკეთე. მოკლედ ამას წყალში შევასხავ და დავუყისებ. უფრო იოლად გაირეცხოს. იყოს აქ დავდგა. ყავა დღეს უკვე მივირთვი ერთი. კი არ ვიტყოდი უარს, მაგრამ უკვე მიმთავრდება და ძალიან ისე ვარ. ყავა რომ მიმთავრდება ვიძაბე. აი, რაზე ვიძაბები. ყავა როცა მიმთავრდება. რა ქნა რაღაცნაირად, აი მართლა გეუბნებით, სერიოზულად მოქმედებს, აი ადამიანი რო იტყვის, მოდი ყავა დავლიოთ. აი მე რაღაცა გულში მზეინთება. ესე ვარ ხოლმე. აი თქვენც მითხარით, რა ვიცი, ეს თქვენც ასე ხართ ძალიან ანუ ყავის მიმართ ესე კეთილგანწყობილი კი არა და დაჟე უფრო მეტიც. სიხარულს რო განიჭერდეთ. ვითომ რა არის, ხო? ეს პატარა ეგრეთ წოდებული ნაპიტაკ რო იტყვიან, ხო, რუსულად. ერთი პორცია რა მოვა, კარგით, ახლა გავაკეთებ და მე ვიფიქრებ, როგორ მოვიპოვო კიდევ ერთი შებუთვა ყავა. მოკლედ რა, ქალის გარდა ყველაფერი ვარ რა, მოკლედ კალკულატორიც ვარ, ისიც ვარ, ესეც ვარ. აი, დამოუკიდებლად. სულია ხომ და ძალიან გთხოვთ აი ისეთებს რა, რომლებიც ძალიან კრიტიკულად მაფასებთ თუ როგორც ქვია. იცით რა შემთხვევაში დამიწერეთ კომენტარი ესეთი კრიტიკული? თუ თქვენ დამოუკიდებლად არავის დახმარებით რაიმე გაგიკეთებიათ ანუ წლების განმავლობაში. აი მაგ შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ. მეც გამომადგება ესეთი გამოცდილება. რატომაც არა. არავის არ მოყვება მუცლიდან ეს ცოდნა. მართლა მაინტერესებს ქალი 21 საუკუნეში დამოუკიდებლად არც ქმარი, არც შვილი, არც ბიძაშვილი, არც მამიდაშვილი, არც და არც ძმა არავინ აბსოლუტურად. ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ არ გიდგათ გვერდში და ესე ცხოვრობთ თქვენ, ანუ თქვენ ხრებზე რო გაქვთ, მხოლოდ თქვენ ხრებზე და არანაირი არც მეუღლე, არც პეტრე, არც პავლე, არავინ. მხოლოდ თქვენ ხრებზე როა და რო რაღაცას აღწევთ მიზანს და რაღაცა, აი ესეთებმა დამიწერეთ რჩევები. ამას მივიღებთ. სხვა შემთხვევაში, აი მართლა დაგითხრათ. აბსურდია ჩემთვის, აბსურდი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოთმეულზეა, თვითონ წელზე ფეხებს არ იდგავს და იქ მეუღლე ინახავს, ან მშობლებიც გვერდში უდგან, ან იქ ძმა იქნება, და იქნება, ვიღაცა იქნება და რაღაცით მაინც ხელს შეაშველებს. ეხლა ვიღაცა იტყვის, შენც ხო გეხმარებიან? არა, მეგობრებო, ესე ხშირად ერთი დედაა, ეხლა ამ გაჭირვების ტალღაში რო იტყვიან, ამ უმუშევრობის დროს თორე ეხლა მე რო მქონოდა საშუალება და ჩემ შვილს იგივე პრობლემა შექმნოდა, ხო? მეც ისევე დაუდგებოდი გვერდში ჩემ შვილს, უნდა გქონდეს საშუალება, ეხლა დედას რო არ გქონდეს საშუალება, ვერც ის ვერ დამეხმარება. ნუ ის მინიმალური რაც შეუძლია აკეთებს. და ძალიან ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თქვენ გონია არ მოქმედებს? მე საკმაოდ თავმოყარე ვარ ამ საკითხში. ძალიან აი ჩემ თავს შორიდან რომ ვუყურებ, ჩემ თავზე მომდის ბრაზი. და აი მთელი სული და გულით აი ვარ იმაზე ორიენტირებული, როგორ მე დროზე რაღაცა. მაგრამ ხან იქ რაღაცა გამოხდება, მოკლედ
არ არის იული ესე. ლაპარაკი იოლია კი. ესე იგი მე ხა დავუშვათ რომ რაღაც მივიღო ესეთი სულელური გადაწყვეტილება და ისივ იმ სფეროს დაუბრუნდე, სადაც არ არის კონკურენცია და სადაც აი ესე სიხარულით მიმიღებენ. ესე იგი უნდა ვიყო რამდენად ბრიყვი, რომ ჩემი ჯანმრთელობა ისევ დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, ისევ რაღაცა ზიანი მივაყენო ჩემ თავს. ნუ არ ვიცი რა, ვისთვის რა არის პრიორიტეტი? ჩემთვის პრიორიტეტია საკუთარი სულიერი მდგომარეობა, ჯანმრთელობა. მე თუ არ ვიქნები ნორმალურად, ხო, ვერ ჩემი შვილი იქნება ნორმალურად. ზოგი იტყვის, ბავშვი, მახსოვს მეზობელმა ქალმა ერთხელ ესე თქვა. ისა მე ვითომ მეც რამე რომ მომიდეს, ბავშვია გაიზრდება. აი ამისთანა სიბრიყვის და ესეთი აბსურდის არ ვიცი ძალიან გამიკვირდა. იმიტომ რომ ის ბავშვი, ნებისმიერი ბავშვი, თან როცა არ არის სრულწლოვანი და დიდი და რაღაცა ის, ხო? ჯერთი დიდიც, რას ქვია, დიდისთვის მშობელი არ არის? თან მით უმეტეს ბიჭების უმრავლესობა, ნუ დედაა, ესე იგი ყველაფერი რა, აბსოლუტურად რა. რაცა უნდა არ თქვან და რაღაცა ესეა. დედა უყვართ ძალიან ბიჭებს. და წარმოიდგინეთ, ახლა დედის გარეშე როგორ წარიმართება მათი ცხოვრება, ხო ხდებით? როგორ დაუმახინჯდებათ, რაღაცა სირთულეების გავლა მოუწევთ, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანთ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ნაკლოვანება საერთოდ როგორ შეიძლება იყოს სასარგებლო, არანაირად. მით უმეტეს ადამიანური რესურსის, მაგალითად, როცა მშობელი არ ყავს, ვისაც ახლა არ ყავს მშობელი, ან ბავშვობიდან არ ყოლია, ის კარგად გამიგებს, რას ნიშნავს ესეთი რაღაცა, რომ არ ყავს საყრდენი ის თავარი, დედა. ხო, დედა, ცოტა ისეთი ისაა ზოგისთვის, ნუ დედა. ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში, სოფლიოში, ვინც კი არსებობს ადამიანი, ყველა ქალის გაჩენილია, ყველა დედის გაჩენილია. რა ვიცი. მოვადო ჯერ ჩემი ყავა და მე გავაგრძელებ ამას. არ ვიცი, დედაზე უფრო მეტად თუ შვილზე ვინმე იდარდებს. ნუ ეხლა აქ აღნიშნავ ცოტა ისეთი საეჭვო ელემენტ მშობლებს, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით რომ არაფერს არ ხედავენ, ასეთებზე არ მაქვს საუბარი. მე ვიცახი ნორმალურ ჯანმრთელ დედაზე, რომელიც არ ცდილობს შვილის მოშორებას რა. მე ვიცი, სხვათა შორის საახლობლოდან არის ერთი ქალბატონი, რაშიც ვერასოდეს ვერ დავეთანხმები. იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, თავის საყვარელ ადამიანთან კომფორტულად ეკრძნო თავი და რა თქმა უნდა, იმ ბავშვის მამა არისო, სხვა. კარგად ეკრძნო თავი და რაღაცა ესეთი, ნუ არ ვიცი რაზე ფიქრობ და მოკლედ მოიშორა შვილი. გოგო. ის გოგო ახლა კი ოჯახში განაწილეს და ასე თუ ისე, ნუ კარგად ცხოვრობს, ესეთი ნათქვამია, კარგად ანუ ფინანსურად და იმით, თორე სულიერად ამ ადამიანს, ამ გოგოს უჭირს. იმიტომ რომ ტელევიზიაშიც იყო, ტელევიზიითაც იყო უბრალოდ. და ისაუბრა და ძალიან მებრალება და მახსოვს პატარა რო იყო, რომ მოყავდა ხოლმე ჯერ ჩვენთან სახლში, თუ რამე მქონდა შესაძლებლობა, საშუალება, თქვათ, ან დაპატარებული ქურთუკი, ან რაღაცა ისეთი, სულ რაღაცას ჩუქნილი ხოლმე. სიტ ხებს იქ. მე კარგი ის უყებს ეგ გავიხებ.
კი არ უყევს, ეგებება თავის პატრონს. მეზობელი ქალი მაღაზიიდან მოდიოდა და კარებში უკვე ეგებებოდა. ხო და ესე დედაზე უკეთ არავინ არ იცის. შენი შვილის ყოველი ჩასრულთვა, მოსიმთქვა რომ იცი. ფიქრი. ფიქრი ახლა იმ გაგებით, მე ეს დამავიწყდა კიდე იმის გათიშვა, რა ქვია, ინტერნეტის. ესეა მეგობრებო. ახლა ადობდი. საკმაოდ დავიღალე. დღეს დავიღალე. ანუ დილიდან უკვე. უი, მართლა, დღეს ისე გვიან გამეღვიძა. ანუ 11-ზე. თუ ისე თეთრიანივით წამოვხდი, რამჭი. თან ძილის წინ ყოველთვის ხავს ხოლმე, მეწამით მოვეწესა. ძილის წინ ყოველთვის ვთავთ ხოლმე ეს სამედიტაციო ისინი როა, აი ეს ჰერცების მუსიკები და იმას და ძალიან ისეთი მშვიდი, აი იცით როგორი ზოგი არის გამაღიზიანებლად რაღაცა ვთქვათ, რაღაცა ისმის, ისეთი რომელიც აი არ დაგაძინებს, მაგრამ აღმოვაჩინე, ისეთი რომელიც მშვიდად მაძინებს და ასე ნუ თავისთავად მე თუ მაძინებს, ოსაც მშვიდად აძინებს და აი ჯანსაღად გძინავს, რასაც ქვია. ნუ ფონად მიდის, ძალიან დაბალ ხმაზე, მაგრამ მიდის ფონად. და რო დავხედე, ანუ რო ჩავთე, ზუსტად მაგ დროს დავწიქი, დავიძინე. და არის თუ სწორედ მახსოვს 12 საათიანია თუ 11-იანი და რომ აჩვენა, რომ 11 საათი მიდიოდა, მაგითიც მივხვდი რა. ნუ შეიძლება საათმა ვთქვათ მოგატყუოს რა სისულელე. ნუ მოკლედ, მივხვდი, რომ დიდხანს მეძინა. წამოვხდი, ეგრევე გამოვქანდი. პირველი რასაც ვაკეთებ ხოლმე, ეს არის წყალს ვსვავ. ანუ რამოდენიმე ყლუპი წყალი უნდა დავლიო აუცილებლად და მე უკვე უფლება მაქვს მივირთვა ყავა. თუმცა საერთოდ ახლა აი წონის დაკლებისთვის სასურველია რომ 12-მდე მოითმინო და 12-ზე ანუ კარგად ისაუზმო, ანუ ესე ბარათიანად. მაგრამ ნუ ცოტა შევცვალე, არა უშავს. თავარია ბევრს არ მივირთმევ, თავარია ძილის წინ არ მივირთმევ და ნელ-ნელა იკლებს წონა და ეს მახარებს. ანუ მე მგონი მეტყობა კიდევაც არ ვიცი ახლა უცელსაც არ ვუჩივი ახლა ამ ეტაპზე. არ ვიცი ახლა ეს რაკურსით კიდე ისე არ ჩანს, მაგრამ ნუ ხელებზეც მეტყობა რომ ძალიან ის არ მაქვს. ისედაც არა მაქვს გაჩქკინებული ხელები, მაგრამ მოკლედ სასწორზე რომ ვდგები, ხვდები. ისეთი ამბები. ძალიან მიყვარს დაბრაწული და მოდი ცოტა კარაქიც გავუკეთო. აი ბავშვობაში თუ კარაქზე ვწვავდით ხოლმე იმას ზერცმეთი კარტოფილს და რაღაცნაირი გემრიელი იყო და ეს ნოსტალგია რომ აქვს. მინდა რომ ის გემოქონდეს და კაკრა ეს ჩემოდინდები. აქ უტრასიო უი ხო რაღაც ეს იმაში ინტერნეტში რა YouTube-ზე რა ამომიგდა რაღაც ვიდეოც რომ მიგდებს ხოლმე და ვნახე. ასე ქვია მუდრა თუ გაგიგიათ აბა იოგები და მოკლედ რა ძალიან ისეთი საინტერესო საკითხია. მუდრა არის, ანუ აი მაგალითად მედიტაციის დროს ესე
თითებს, მაგალითად ყოველთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რისთვის არის და ასევე ცნობილი ადამიანები, ნახეთ, აი ესე რო აკეთებენ, თუ დაკვირვებულ ხართ ესეთ რამეს, ანუ აი ესე რო უჭიროთ, ხელი, აი ესე. ზოგი აკეთებს კიდე მოიცოდეთ როგორ იყო, ესე და აი ესენი, ანუ აი ასე. და ყველაფერს ქონია რაღაცა თავისი დანიშნულება, ну მოკლედ ამ დროს. ვისაც დაგაინტერესებთ, დაგუგლეთ. ძალიან საინტერესო საკითხია. ანუ გასამარტივებელი ცხოვრებისთვის, თუ როგორ ვთქვათ, ну რა კი ცნობილი ადამიანები ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იყენებენ, ესე იგი სასარგებლო. და გავაკეთოთ ჩვენი ამიგის. არაფერს ისეთ არ აშავებს. არ ეწინააღმდეგება გონი არ ვიცი. ანუ ბოროტებასთან არ აქვს კავშირი. როგორც მე ვიცი. და რასაც არ აქვს ბოროტებასთან კავშირი, მისაღებია. ყველა სასარგებლო გამოცდილება. ასე მეგობრებო. ვანდას სამსახურში აჩუქეს რაღაცა ძალიან ძვირფასი ესენი შოკოლადები. კიდე რა იყო? ხო ის რაფაელოს კოლოფი, კიდე რა შოკოლადები და ერთი გადარჩა ესა ესეთი და ერთი გონი 4 ცალი და ხო აი ესეთი ისა რაღაცა დიდ კოლოფში, როგორც ბომბონერის კოლოფი და ეს სავსე იყო ესეთი იმეებით აქვე ამას კაცო ტრუფელებით. ერთი დარჩა სოსოსია რა თქმა უნდა ესა. დესერტად მიირთმევს ესეთი ამბები. ხვალ უნდა გავიდე, ვანდა უნდა ვნახო, კარგი ხანია ვანდა მინახია. გუშინ ვიყავით, ხო? ბებესთან. თუ გუშინწინ. მოკლედ რა. გუშინწინ. მოკლედ კიდე ვიღაცამ არ ვიცი ეს ძველი რაღაცა კალენდრების იმას თემები იყო რაღაცა YouTube-ზე და თურმე ძველათო 13 თვე არსებობდა, ну არ ვიცი რა, ძალიან ავირიე twin-ში, ჰა? 13 თვე არსებობდა. და მე 13 თვე. ასე არ არის, ხო და წარმოვიდგინე, რომ მე ჩემ გონებაში უცბად ჩაირთო კალკულატორი და თუ 13 თვე იყო, თქო, მაშინ გამოდის რომ უფრო ნაკლები ასაკი გამოვდის, ეგრეა, ხო? თითო წელზე მოაკელი, ახლა ესა ერთი თვე. მოაკელი კი არა და როგორ არის? მოკლედ მივხვდით, ხო? და იმის მიხედვით უნდა დაიანგარიშო რეალურად, ანუ რამდენი წლის გამოდიხარ ადამიანი. აი, მე ღმერთო არ ვიცი რა ხდება მსოფლიოში. მე არ მიყვარს ეს რომ ჩაფალდება ხოლმე, მიყვარს დაბრაწული. ეხლა დავაცდი აუწევ ამას რომ ცოტა დაიბრაწოს. კეჩუპი არა გვაქვს. რა დარჩა აქ ცოტა. ცოტა. აი ეს ქართულია ხო? ანუ ჩვენთან წარმოებენ 2 და 30 ღირს. საკმაოდ ნორმალურია, არ ვიცი, ხო მე ვერაფერს ვერ დავუწუნებ. არის უნაირი ცხარე და ჩვეულებრივი, ეს ახლა ჩვეულებრივია. ჩემი პატარა შპილკები. მომენტ მეხმარება. ნახეთ როგორ სახეებით მეხვეწებიან. ესენი რატო გავახმე, არ ვიცი. იძულებული ვარ გადავაგო. ეს სტაფილო რო გავხეხე, დავტოვე, ვიფიქრე მე შევჭამდი, რატომაც არ შევჭამე. ვაშლი კიდე ჩირს ვაკეთებდი, არ ვიცი.
ვნახოთ ახლა. აი რაც არის ეგ არის რა. ეტყობა კარტოფილი იყო ეგეთი. კარგით მეგობრებო, მე კი მინდა ხოლმე დღეში 2 და 3 ვიდეოს და უფრო მეტიც, თუნდაც პატარ-პატარა, რომ მთელი დღის მანძილზე რაღაცა გადავიღო ხოლმე. ის გალაგებაც რაღაცეები, ხო? მაგრამ ესეა რა. ხან გამოდის, ხან არ გამოდის. ნუ არ გამოდის, ვინც მიყურებთ, იცით რატომაც არ გამოდის. ანუ მიყურებთ ხშირად. კარგით, აბა დროებით გავკვეცეთ და შემდეგ ვიდეომდე